Ქრისტე აღდგა. დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო. ხსნელი სოფლისა და საბამი და წყარო სიცოცხლისა მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემოსრა ჭენი ჯოჯოხეთისა. აღდგა უფალი დაიმცხრა საკრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა. აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა. აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი კარნი. დღეს განეცხადა კაცობრიობას გონება მიუწვდომელი საიდუმლო აღდგომა მაცხოვრისა ლოც საკიდური ჩვენი რწმენისა რამე თუ ბრძანებს მოციქული პავლე უკეთუ ქრისტე არა აღდგომილარს ამაო არ სარწმუნოება ეგე თქვენი. დღეს ჩვენ გამო განკაცებული ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყეობისაგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს. დიდია მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერი ვღაღადებთ. დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანა აღდექით, განთავისუფლდით ცოდვის ბორკილებისაგან, ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება. ჩვენ განვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან. ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლად მოწყალე უფალს ღირსნი გამხვდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები წუხარება მოიცვა. დიდი მარხვის ჯვრის თაყვანის ცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი, ხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმონის სიტყვები პატრიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა. რადგან ჩვენთვის ქრისტიანეთათვის გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასვეებისა და სიხარულის საფუძველი. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49 წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა, ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს თითოეულ ადამიანს. არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი.
მანდატარისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოების ცხოვრებაში. მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუწყოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა გამბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს. მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას. უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა თვისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს. ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ. მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება სიყვარული. სწორედ ამ უსაზღრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით.